კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბიტანიკა All-Stars-ზე. დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა ვიპოვოთ საუკეთესო მოთამაშე საუკეთესოს შორის. მოგახსენებთ, რომ ჩვენს ტურნირში მონაწილეობენ მოთამაშეები, რომელთაც მე-15 ლეველს მიაღწიეს. მათ უკვე დაამტკიცეს, რომ ჩემპიონები არიან, მაგრამ დღეს მხოლოდ ერთი მოთამაშე დაეუფლება All-Stars ტიტულს. წინ ძალიან საინტერესო დაპირისპირება გველოდება. გიორგი ლილუაშვილი გიორგი ქუარიანის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ გიორგი ლილუაშვილი სამგზის ჩემპიონი და ტურნირის აშკარა ფავორიტად ითვლება. მაგრამ მოდი ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები ამ ბრძოლაში. სანამ თამაში გახურდა, შეგახსენებთ, რომ ტურნირის მთავარი პრიზი არის 300 USDT. ზოგადად, ფინალში გასვლის შემთხვევაში მოთამაშე გარანტირებულად იგებს 200 USDT-ს. ასევე ყოველ ეტაპზე გადასვლისას მოთამაშე დამატებით ჯილდოს იღებს. მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ ეთიშება ტურნირს. საინტერესო ფაქტია, რომ ამ ტურნირში 4 გიორგი იღებს მონაწილეობას. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით, რომელი გიორგი მიაღწევს ფინალამდე. სამი რაუნდის შემდეგ ლილუაშვილს მხოლოდ 11 ქულა აქვს. აშკარად რთული სტარტია მისთვის, მაგრამ ქუარიანს სულ სხვა სიტუაცია აქვს. ის 106 ქულით ლიდერობს. შეგახსენებთ, რომ მოთამაშეებს ტურნირზე მხოლოდ 9 მცდელობა აქვთ, ასე რომ თითოეული რაუნდი გადამწყვეტია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ All-Stars ოქროს წესს. თუ მოთამაშე შეძლებს მე-15 ლეველზე მოგებას, ის ავტომატურად გადადის ფინალში. მაგრამ ეს არც თუ ისე მარტივი ამოცანა. თუ რა თქმა უნდა, გიორგი ლილუაშვილი მეოთხე სასწაულს არ შემოგთავაზებს. მოთამაშეები უკვე მე-6 და მე-7 მცდელობებზე არიან. სულ მალე გავიგებთ, რომელი გიორგი გავა შემდეგ ეტაპზე. ეგეთი რაღაცებიც ხდება, მგონი ჩვენი ჩემპიონი დებიუტში მარცხ ხდება. ალბათ მხოლოდ სასწაული თუ გადაარჩენს მას. ან იქნებ მართლა მოახერხოს და მე-15 ლეველზე მოიგოს. გზადაგზა მოთამაშეები იგებენ სხვადასხვა მიმქონინებს. იმედია დაკლეიმება არ დაავიწყდებთ. გიორგი ლილუაშვილის ბოლო რაუნდს ვადევნებთ თვალს და სამწუხაროდ ის პეტკდება მე-6 ლეველზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონი ეთიშება ტურნირს. ესეც პირველი სენსაცია. ტურნირის ფავორიტი აგებს გიორგი ქუარიანთან და გიორგი ქუარიანი გადის შემდეგ ეტაპზე. ბიტანიკა All-Stars გრძელდება, წინ არაერთი დაძაბული ბრძოლა გველის. ბიტანიკა All-Stars ტურნირი გრძელდება და ახლა უკვე უყურებთ გიორგი ნიჟარაძესა და დავით მჭედლიშვილის დაპირისპირებას. პირველივე ხელში გიორგი ნიჟარაძე მეორე საფეხურზე ფეთქდება. არა საუკეთესო სტარტი მისთვის, მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. ამ დროს დავით მჭედლიშვილი თავის თამაშს აგრძელებს და 169 ქულით წინ გადის. მოდი გავხსენოთ ტურნირის მთავარი წესი. მოთამაშეებს აქვთ 9 მცდელობა, ხოლო ვინც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს ამ 9 მცდელობის განმავლობაში, გადავა შემდეგ ეტაპზე. გიორგი არ ჩქარობს. შესაძლოა ეს მისი მთავარი სტრატეგია, ფრთხილი, გააზრებული ნაბიჯები. დავით მჭედლიშვილი კი პირიქით, ძალიან სწრაფ ტემპში თამაშობს. აშკარად მალე უნდა დაასრულოს თამაში. დავით მჭედლიშვილს 2 მცდელობა დარჩა. გიორგი ნიჟარაძე კი მხოლოდ მე-3 მცდელობაზეა. მოქმედი ანგარიში 323-ით 124 დავით მჭედლიშვილის სასარგებლოდ. თუმცა ეს უპირატესობა არც ისე დიდია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ნიჟარაძეს ჯერ კიდევ ბევრი მცდელობა დარჩა. მე მგონი დავითმა დაასრულა თამაში, მას ჯამში აქვს 520 ქულა და ბურთი გიორგის ნახევარზე. შეძლებს თუ არა ის დაკამბეკებას. ამას ძალიან მალე გავიგებთ.
დაძაბულობა მატულობს ისმის კითხვა შეძლებს თუ არა ნიჟარაძე თამაში დაბრუნებას. და გიორგიმეს შეძლო ძალიან ახლო ბრძოლა ანგარიშია 530-ით 520 და 10 ქულის დახმარებით გიორგი ნიჟარაძე გადადის შემდეგ ეტაპზე. მოდი მივულოცოთ მას ეს შესანიშნავი თამაში. ჩვენი ბიტანიკა All-Star ტურნირი კი გრძელდება. წინ გველის არაერთი საინტერესო დაპირისპირება. და შემდეგი დაპირისპირება გიორგი ნოზაძე ქეთი მჭედლიშვილის წინააღმდეგ. ბიტანიკას All-Star ტურნირზე უკვე მეოთხე გიორგი გამოდის სათამაშოდ, თუმცა ამჯერად მის წინააღმდეგ ჩვენი პირველი მანდილოსანი მონაწილეა ქეთი. ორივე მათგანს წარმატებას უსურვებთ და ვნახოთ ვინ შეძლებს შემდეგ ეტაპზე გადასვლას. პირველივე რაუნდში ორივე მოთამაშე მესამე საფეხურზე ფეთქდება. როგორც ჩანს, არც ერთი არ აპირებს ფრთხილად თამაშს. ქეთი იღიმის აშკარად, რომ რაღაც აქვს ჩაფიქრებული. თუ დავაკვირდებით მის სათამაშო სტილს, დავინახავთ, რომ არსად არ ჩქარობს. წინა დაპირისპირებიდან უკვე ვიცით, რომ ზუსტად ესეთმა სტრატეგიამ გადაწყვიტა გამარჯვებულის ბედი. ქეთი ჯერ კიდევ მეორე მცდელობაზე. გიორგი კი მეშვიდეს ასრულებს. მოქმედი ანგარიშია 505-ით 152 გიორგის სასარგებლოდ. თუმცა ქეთის ჯერ კიდევ ბევრად მეტი მცდელობა დარჩა, რაც ნიშნავს, რომ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. გიორგის დარჩა რამდენიმე მცდელობა და ახლა მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად მაღალი ქულები აიღოს და რისკები შეამციროს. და როგორც ჩანს, იგი ამოცანას იდეალურად ართმევს თავს. გიორგი უკვე დაასრულა თამაში და დააგროვა 824 ქულა და ეს არის ტურნირის რეკორდი. ქეთიმ უნდა იმოქმედოს. და ის ქეთის ბოლო მცდელობას ვადევნებთ თვალს შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მას სჭირდება მინიმუმ 226 ქულა. მესამე საფეხური, მეოთხე საფეხური, მეხუთე საფეხური და სამწუხაროდ ბომბი. ქეთი 129 ქულას აგროვებს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. საბოლოო ანგარიშია 824-ით 728 გიორგის სასარგებლოდ. ტურნირის ყველაზე დაძაბულ და გამორჩეულ თამაშს ვადევნეთ თვალი. მოდი მივულოცოთ გიორგის შემდეგ ეტაპზე გადასვლა. წინ კიდევ ერთი ბრძოლა დაგვრჩა. და ბიტანიკა All-Stars ტურნირის მეოთხე ფინალის დასკვნით ბრძოლას ვუყურებთ. მარიამ ბენდელიანი საბა ბაძღარაძეს წინააღმდეგ. ორივე მოთამაშეს ვუსურვოთ წარმატება. და მარიამი აფეთქდა მეორე საფეხურზე, თუმცა მაინც ახერხებს და ერთი ქულით წინ გადის. ეს პატარა უპირატესობა შესაძლოა თამაშის მსვლელობისას მნიშვნელოვან ფაქტორად იქცეს.
შეგახსენებთ ტურნირის ოქროს წესს. თუ მოთამაშე მე-15 საფეხურს მიაღწევს, ის ავტომატურად გადადის ფინალში, მაგრამ ჯერ არც ერთი მოთამაშე ახლოს არ მისულა ამის შედეგთან. და მიმდინარე ანგარიშია 288-199. მარიამი 89 გულით ლიდერობს. თუ დავაკვირდებით ტემპს, მარიამი აშკარად უფრო სწრაფად თამაშობს, თუმცა შეგახსენებთ, რომ თამაში დროზე არ არის დამოკიდებული. და მარიამს 2 მცდელობაღა დარჩა. მოდით ყურადღებით ვადევნოთ თვალი როგორ ასრულებს ის თამაში. და ბოლო მცდელობა. და სამჯერ იგებს მიმკოინს, ამას ქვია იღბალი, მაგრამ ბომბი, სამწუხაროდ ბომბი. მარიამი აგროვებს 129 ქულას და ასრულებს თამაშს. საბოლოო შედეგია 645 ქულა. საბას დარჩა 3 მცდელობა და ამ ეტაპზე 517 ქულა აქვს. მას სჭირდება სულ მცირე 128 ქულა, ანუ ზუსტად იმდენი, რამდენიც მარიამმა აიღო ბოლო რაუნდში. და საბა აგროვებს 84 ქულას. ეს საკმარისია, ის ერთი ქულით იგებს თამაშს და კიდევ ერთი მცდელობა რჩება წინ. მაგრამ წინასწარ ვიცით, რომ საბა გადადის შემდეგ ეტაპზე. მოდი მივულოცოთ საბას გამარჯვება და წარმატება ვუსურვოთ შემდეგ რაუნდში. მადლობა ყველა მოთამაშეს მონაწილეობისთვის და გამარჯვებულ 4 ხელს შევხვდებით უკვე ნახევარ ფინალში შემდეგ ვიდეოში.